დონალდ ტრამპის სამხრეთ კორეას დაწესებულ ტარიფებს უზრდის. ამერიკის პრეზიდენტი გადაწყვეტილების მიზეზად ასახელებს ქვეყანასთან გასულ წელს გაფორმებულ ორმხრივ სავაჭრო ხელშეკრულებას, რომელსაც ვაშინგტონის თანახმად სეული არ ასრულებს, რადგან ამ დრომდე არ დაუმტკიცებია ის საკანონმდებლო დონეზე. ჩვენი სავაჭრო შეთანხმებები ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკისთვის. თითოეულ ამ შეთანხმებაში ჩვენ სწრაფად ვამცირებდით ტარიფებს, რაც გათვალისწინებული იყო ხელშეკრულების პირობებით. რა თქმა უნდა, ამავე სველით ჩვენი სავაჭრო პარტნიორებისგანაც. სამხრეთ კორეის პარლამენტი არ ასრულებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან გაფორმებული შეთანხმების პირობებს. მე და პრეზიდენტი ლი ორივე ქვეყნისთვის ურთიერთსასარგებლო ხელშეკრულების გაფორმებაზე 2025 წლის 30 ივლისს შევთანხმდით და ეს პირობები დავადასტურეთ სამხრეთ კორეაში 2025 წლის 29 ოქტომბერს ჩემი ვიზიტის ფარგლებში. რატომ არ დაამტკიცა ის ქვეყნის პარლამენტმა? იმის გამო, რომ კორეის საკანონმდებლო ორგანომ არ მიიღო ჩვენი ისტორიული სავაჭრო შეთანხმება, რაც მათი პრეროგატივაა, მე ვზრდი სამხრეთ კორეის ტარიფებს ავტომობილებზე, ხე-ტყის მასალებზე, ფარმაცევტულ და ყველა სხვა ორმხრივ მიწოდებულ საქონელზე 15-დან 25%-მდე. დონალდ ტრამპის სიტყვებს გამოეხმაურა სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაცია, სადაც დაადასტურა გასულ წელს გაფორმებული შეთანხმებისადმი ერთგულება. ვაშინგტონთან სავაჭრო ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მზაობის დადასტურებას სიტყვების გარდა სეული ქმედებებითაც აპირებს. კერძოდ, უახლოეს დღეებში სამხრეთ კორეა მრეწველობის მინისტრითა და ვაჭრობის სამინისტროს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული დელეგაციის ამერიკაში გაგზავნას გეგმავს, სადაც დელეგაცია ამერიკულ მხარეს შეხვდება და სავარაუდოდ ეცდება თეთრი სახლის ადმინისტრაციის დარწმუნებას დააბრუნონ სატარიფო მაჩვენებელი მანამდე არსებულ ნიშნულზე. თავის მხრივ სეულში აცხადებენ, რომ ამერიკასთან გაფორმებულ შეთანხმებას ახლა სამხრეთ კორეის პარლამენტის საფინანსო კომიტეტი მასთან დაკავშირებულ 5 კანონპროექტთან ერთად განიხილავს, რომელიც სავარაუდოდ გაერთიანდება და შესაბამისი პროცედურების განხილვის შემდეგ გავა პლენარულ სხდომაზე, კენჭისყრაზე. ვიდრე სეულში საკითხზე მუშაობენ, სამხრეთ კორეისთვის დაწესებული ტარიფების ზრდას ექსპერტები გრენლანდიას უკავშირებენ. როდესაც გრენლანდიის საკითხთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციამ კონფლიქტი წამოიწყო ნატოსთან, როგორც ჩანს, მან ნაწილობრივ უკან დაიხია, რითაც არსებითად სახე დაკარგა. ამერიკა ცდილობდა ისეთი პარტნიორის პოვნას, რომელსაც გაუჭირდებოდა ამერიკულ მოთხოვნებზე კატეგორიული უარის თქმა, მისი ეკონომიკური და უსაფრთხოების კავშირების სიღრმის გათვალისწინებით. მაშინაც კი თუ უთანხმოება წარმოიშობა. მაშინაც თუ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდება, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სატარიფო ზომები შეუსაბამო იყო, ტრამპის ადმინისტრაციის თვალსაზრისით, მას კვლავ მოუნდება შეინარჩუნოს არსებული საინვესტიციო ვალდებულებები. ადმინისტრაცია ამ ვალდებულებებს მოკავშირეებსა თუ პარტნიორებთან ურთიერთობაში ერთ-ერთ მთავარ და საკვანძო მიღწევად წარმოაჩენს. ექსპერტები ასევე შიშობენ, რომ ტარიფების დაწესებასთან დაკავშირებულმა ნაბიჯმა შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს ამერიკისა და სამხრეთ კორეის ურთიერთობებზე სხვა სფეროებშიც. მიუხედავად ამისა, 26 იანვარს ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა სეულში უმასპინძლა თავის ამერიკელ კოლეგას, რომელთანაც სამხედრო სფეროში კავშირების გაძლიერება განიხილა. სამხრეთი კორეა არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში დონალდ ტრამპის მხრიდან დამატებითი ტარიფების დაწესების სამიზნე გახდა. გრენლანდიის საკითხის გამო ამერიკის პრეზიდენტმა ევროპის 8 ქვეყანას ჯერ დაუწესა, შემდეგ კი გააუქმა ტარიფები ამერიკაში შესულ საქონელზე. ამასთან დონალდ ტრამპი ჯერჯერობით მხოლოდ პირდება კანადას 100%-იანი ტარიფის დაწესებას, თუ კი ის ჩინეთთან გააფორმებს სავაჭრო ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას.